კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 9-ზე. 2025 წლის მთავრობის ბოლოს ხდომაზე პრემიერ-მინისტრმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რის წინაშეც ჩვენი ქვეყანა გასულ წელს იდგა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, რევოლუციის მცდელობას სახელმწიფო სათანადოდ გაუმკლავდა და ხელისუფლებამ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება შეძლო. გამოწვევებით სავსე იყო წლის დასაწყისი, ასე ვთქვი. თუმცა ჩვენ მოახერხეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, სიმშვიდის შენარჩუნება, სტაბილურობის შენარჩუნება. სამწუხაროდ ამ წელმაც არ ჩაიარა რევოლუციის მცდელობის გარეშე, თუმცა ყველა ვნახეთ, რომ ამ ყველაფერს სახელმწიფო გაუმკლავდა სათანადოდ, ეფექტიანად, ჰუმანურად. ეს არის რა თქმა უნდა ჩვენი ვალდებულება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე. მთავრობის ხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე, რაც მისივე თქმით მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა კორუფციასთან ბრძოლაზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა. ნარკოტიკულ დანაშაულს გამოყოფდი. გასული 7 თვის განმავლობაში გაძლიერდა ბრძოლა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ. 1955 ნარკორეალიზატორია მარტო დაკავებული. იყო უმძიმესი ვითარება და რა თქმა უნდა იყო საჭირო აქტიური ჩარევა. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება ძალიან აქტიური მუშაობა. კორუფციასთან ბრძოლა ესეც არის ბუნებრივია სამართალდამცავი წყობების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება. და კაც არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი იქნა გამოვლენილი. ერთია წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია გავიხედოთ წინ და მთავარია რომ დღეს და ხვალ იყოს უზრუნველყოფილი ყოველგვარი კორუფციული პრაქტიკის აღკვეთა და ზუსტად ამას ეთმობოდა თითოეული ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა მიღებული. მთავრობის წლის ბოლოს ხდომაზე საუბარი იყო ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზეც. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში გაკეთებული ნეგატიური პროგნოზის მიუხედავად ეკონომიკურმა გუნდმა შეძლო შთამბეჭდავი შედეგის ჩვენება და წლის ბოლოს 7.6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რაც მისივე თქმით აისახება ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეც. 10 თვის მონაცემებით, როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკური ზრდა არის 7.6%. და წლის ბოლოსაც დაახლოებით ამ მაჩვენებელზე, რაც აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის კორექტირებულ გაზრდილ პროგნოზსაც კი. პირველად გადასდება ჩვენი ეკონომიკა 100 მილიარდ დოლარს და მიაღწევს დაახლოებით 104 მილიარდ დოლარს. ერთსულ მოსახლეზე გადასდება პირველად ასევე 10,000 დოლარს და მსხვერპლობითი უნარის პარიტეტის მიხედვით გადასდება პირველად ასევე 30,000 დოლარს. ბუნებრივია ეკონომიკის ზრდა მთლიანობაში აისახება ქვეყნის ეკონომიკური პოზიციების გაძლიერებაზე. გვიან ღამემდე მიმდინარეობდა გზის გაწმენდა ხულოს მუნიციპალიტეტში. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან აქტიურად მიმდინარეობს ახლაც შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები. პროცესში ჩართული აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტის სპეციალური ტექნიკა. ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება. თუმცა როგორც აღენიშნა ენერგო პრო ჯორჯიას წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად და უახლოეს პერიოდში ელექტროენერგია აღდგება. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გზა გაწმენდილია, გადავედით შიდა საუბნო გზების გაწმენდით სამუშაოებზე, უკვე რამოდენიმე სოფელში შიდა საუბნო გზაც გაწმენდილია, რაც შეეხება ელექტროენერგიას, ამ დროისათვის რამოდენიმე სოფელს არ მიეწოდება, თუმცა ძალიან აქტიურად მუშაობენ ენერგო პრო ჯორჯიას ბრიგადები, აღნიშნული პრობლემაც ძალიან მალე მოგვარდება. იმერეთსა და სამეგრელოში სტიქიის გამო დაზიანებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების უმეტესობა აღდგა. შესაბამისად ამონდენების ნაწილს ელექტრომომარაგება უკვე მიეწოდება. ენერგო პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური დღეს დილით კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობს, როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის ელექტროქსელებზე. აღდგენითი სამუშაოები გაგრძელდება, ვიდრე სრულად არ აღდგება ელექტრომომარაგება, აცხადებენ ენერგო პრო ჯორჯიაში. რთული მეტეოროლოგიური პირობები, რომელიც დასავლეთ საქართველოში შეიქმნა, ქუთაისის მომსახურების ცენტრზეც იმოქმედა. დაგვიზიანა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, ძირითადად 610 კილოვოლტის ფიდერები. გადაეცა სადენებმა ფაქტიურად წაიღო ჩვენი გადამცემი საყრდენები და ხევში იყო ჩაწოლილი. მუშაობს პერსონალი ამ საყრდენის აღდგენაზე, ფაქტიურად უმრავლესი ფიდერები აღდგენილია და მოსახლეობას უწყედად ეწოდება ელექტროენერგია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით. შესაძლებელია ქარის გაძლიერებაც, რაც შეეხება ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში +6 გრადუსია ნავარაუდები, ხოლო თბილისში +5. არამდგრადი ამინდი საქართველოს მასშტაბით 3 იანვრამდე შენარჩუნდება. დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში კვლავ მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერიც აღინიშნოს, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში ნავარაუდებია ქარბუქი და ნისლი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 1-6 გრადუს ფარგლებშია ნავარაუდები. რაც შეეხება დედაქალაქს, დღეს ჰაერი გათბება თბილისში 5 გრადუსამდე. საერთაშორისო ბიზნეს მედია საქართველოს ეწერს International Business Times აქვეყნებს სტატიას ქართული კულტურული ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციასა და Starring Georgia's როლზე ამ პროცესში. გავლენიანი ბრიტანული ბიზნეს გამოცემის სტატიაში განხილულია, როგორ შეცვალა ქართულმა კომპანიამ Starring Georgia-მ ქვეყნის თანამედროვე კულტურული და გასართობი ლანდშაფტი. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა Black-Sea Arena-ს როლს და საქართველოს პოზიციონირებას საერთაშორისო მუსიკალურ რუკაზე. Starring Georgia-ს მიზანი საქართველოს კულტურისა და გართობის გლობალურ ცენტრად ქცევაა და ეს მას კარგად გამოსდის. ამას ის ვარსკვლავების ჩამონათვალია და სტურებს, რომლებიც კამპანიის ფარგლებში საქართველოში ჩავიდნენ. ყველაზე კარგად სათქმელს Scorpions-ის ჩატარებული კონცერტის შემდეგ კომენტარი აღწერს 10,000 ადამიანი, რომელიც უნისონში მღერის, ათასობით უცნობი, რომლებიც ერთსა და იგივე ენერგიას იზიარებს, სიმღერები, რომლებიც ყველა თაობას აერთიანებს, ემოციები საათნახევარში ეტევა და ყველაფერ ამის თავზე საქართველოს დროშა ფრიალებს. დღესაც რესპუბლიკის მოედანზე მისულ დაამთვალიერებელს დეკორატიებითა და ინსტალაციებით მორთული საახალწლო სოფელი დახვდება. იქვე იქნება გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტები, გამოფენა გაყიდვები, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენები, ასევე საბავშვო თემატური სივრცეები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობები. ახალი წლის ღამეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც მეტრო, ასევე ავტობუსები ტრადიციულად გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს და მგზავრებს ღამის 3 საათამდე უფასოდ მოემსახურება. მგზავრებს 1 იანვრის 3 საათამდე მოემსახურება აგრეთვე რიყენ არიყალას საბაგირო გზაც. თბილისის მერიის სახელით ყველას ვილოცავთ დამდეგს და ველოდებით აქ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც არაჩვეულებრივი სახალხო განწყობა. აქ მოსულ ადამიანებს დღის პირველ ნახევარში დახვდებათ ძალიან მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამა, ატრაქციონების პარკი, რა თქმა უნდა, საციგურაო ყინულის მოედანი, გაიმართება სხვადასხვა ჟანრის არაჩვეულებრივი ქართველი არტისტების კონცერტები, ხოლო დღის ბოლოს ყოველდღიურად ასრულებს ელექტრონული მუსიკა. ასე რომ ყველაფერია აქ იმისთვის, რომ არაჩვეულებრივი განწყობა შევიქმნათ. თბილისში სახალხო ღონისძიებების ფარგლებში რესპუბლიკის მოედანზე მსმენელის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით ჯგუფი ალილო წარდგა, რომელმაც იქ მყოფებს წინა სახალხო განწყობა შეუქმნა. სახალხო სოფელში კონცერტები 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და მსმენელს მუსიკალურ პერფორმანსებს ცნობილი შემსრულებლები შესთავაზებენ. ძალიან კაი სახალხო განწყობა შეიმექნა, ძალიან კარგად გავერთე მეგობრებთან ერთად და ძალიან სასიამოვნო დრო გავატარეთ ერთად და ძალიან მომეწონა. ძალიან კაი კონცერტი იყო, ძალიან კაი განწყობა შემექნა და გისურვებთ ყველას ბედნიერ შობა ახალ წელს. ჯგუფ ალილოს მოგვეცა საშუალება, რომ ჩვენი მსმენელისთვის გვემღერა რამოდენიმე სიმღერა. მინდა თეს ქვეყანა საქართველოს მიულოცა დამდეგი ახალი წელი, მშვიდობის, სიკეთის, ხვავის, ბარაქის, გაერთიანების და საუკეთესოს მომტანი ყოფილიყოს 2026 წელი. წერონის დევნილთა დასახლებაში საქართველოს მთავრობის კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით საახალწლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მიწვეული შემსრულებლები მონაწილეობდნენ. შემოქმედებითი საღამო ასევე მოიცადა საბავშვო აქტივობებს, რომლის ფარგლებშიც პატარები თოვლის ბაბუამ დაასაჩუქრა. ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა. თათიანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა საახალწლო ღონისძიებები. ამ ღონისძიებების ფარგლებში იმყოფებით წერონის დევნილთა დასახლებაში, სადაც იმართება საახალწლო კონცერტი. მოწყობილია საბავშვო სივრცეები, სადაც ზრუნავენ ბავშვების გართობაზე. არაჩვეულებრივი გარემოა. წერონის დევნილთა დასახლებაში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საახალწლო ღონისძიება, აქტივობები, განსაკუთრებულად ჩვენი პატარა ბავშვები
ხიარულობდნენ. მიუხედავად სიცივისა, დევნთა დასახლებაში ძალიან მაგარი განწყობა ხალისობენ როგორც პატარები, ასევე დიდებიც. გილოცავთ ყველას დამდეგს ახალ წელს, ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებთ. უცხოეთის სახელი ამბები ქრონიკაში უკრაინაში კორუფციის კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა. გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, ვინიცის ოლქში შუქნიშნებისა და ქუჩის განათებისთვის გამოყოფილი 1,600,000 გривნის ოდენობით საბიუჯეტო სახსრების მითვისების ფაქტი გამოააშკარავეს. ეჭვმიტანილად ინფრასტრუქტურის აღდგენისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი მიიჩნევა. გამოძიების ცნობით 2022 წელს შუქნიშნების ქუჩის განათებისა და გზების კეთილმოწყობისთვის ხელშეკრულება შესაბამისი ლიცენზიის არ მქონე საზოგადოებასთან იყო გაფორმებული. 2023-24 წლებში კი კონტრაქტორი ყოველთვიურ გადასახადებში ელექტროენერგიის გადასაღაც 20%-ით ზრდიდა. მითვისებულმა თანხამ 2 წლის განმავლობაში 1,600,000 გრივნა შეადგინა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ან შეხების ხაზზე ჯარების გაგზავნა სავარაუდოდ დათანხმდება. ამის შესახებ დონალდ ტუსკმა ევროპის ქვეყნების ლიდერებთან, ასევე კანადის პრემიერ-მინისტრთან, ევროპული ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან და ნატოს გენერალურ მდივანთან მოლაპარაკების შემდეგ პოლონურ გამოცემას განუცხადა. ტუსკის თქმით, მშვიდობა უკვე ჰორიზონტზეა და მისი მიღწევა რამდენიმე კვირაში გახდება შესაძლებელი. ომის დასრულების იმედის საფუძველს წარმოადგენს ამერიკის მიერ მშვიდობის დადების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში მონაწილეობის მზადყოფნის დეკლარაცია. მაგალითისთვის, ეს მოიცავს ამერიკელი ჯარების ყოფნას საზღვარზე ან უკრაინასა და რუსეთს შორის შეხების ხაზზე. ეს საკმაოდ მკაფიო განცხადებები პირველად გამოჩნდა. ვნახოთ, რამდენად თანმიმდევრული იქნებიან ჩვენი პარტნიორები ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას შეერთებული შტატების სამხედროების უკრაინაში შესაძლო განთავსების თაობაზე ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მან ჟურნალისტებთან ამ ნაბიჯისთვის შტატების მზაობა არ დაადასტურა, თუმცა არც გამორიცხა და თქვა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკება როგორც ვაშინგტონთან, ისე მსურველთა კოალიციასთან მიმდინარეობს. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს შეიძლება დაადასტუროს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ეს არის შეერთებული შტატების ჯარები და ამიტომ სწორედ ამერიკა იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. უდავოა რომ ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, როგორც პრეზიდენტ ტრამპთან, ასევე მსურველთა კოალიციის წარმომადგენლებთან. ჩვენ გვსურს ეს ძლიერი პოზიცია იქნებოდა უსაფრთხოების გარანტიებში. საფრანგეთში 6 იანვარს მსურველთა კოალიციის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკი წერს. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით მანამდე 3 იანვარს კიევში მსურველთა კოალიციის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა შეხვედრა იგეგმება. რუსტემ უმეროვმა ახლა შემატყობინა შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულ იქნა მსურველთა კოალიციის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან, რომ უახლოეს მომავალში შეხვედრა გავმართოთ. ამას 3 იანვარს უკრაინაში ვგეგმავთ. მას მერე მოკლე დროშის საუბრები გაიმართება. ლიდერების დონეზე შეხვედრები აუცილებელია. მას 6 იანვარს საფრანგეთში ვგეგმავთ. მადლობელი ვარ პრეზიდენტი ტრამპის გუნდის მათი მზაობისთვის მონაწილეობა მიიღონ ყველა ეფექტიან ფორმატში. დღეს ჩვენი გუნდები კონტაქტში იყვნენ. ერთ დღესაც არ ვკარგავთ. მადლობა. 4 ადამიანი დაშავდა იტალიაში სათხილამურო საბაგიროზე მომხდარი ავარიის დროს. გავრცელებული ცნობით საბაგიროს 2 ვაგონი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, პიემონტის მთიან რეგიონში მოხდა. 100-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები და უცხოელი ტურისტები 2800 მეტრის სიმაღლეზე ყოველი დროით გაჩერდნენ. მათი ევაკუაცია სამაშველო სამსახურმა უზრუნველყო. ლამანშის გვირაბში ელექტროენერგიის პრობლემებმა სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია. 30 დეკემბერს დღის მეორე ნახევარში კომპანია ევროსტარმა ლონდონიდან პარიზის, ამსტერდამისა და ბრიუსელის მიმართულებით ყველა მატარებელი შეაჩერა. ელექტროენერგიის გათიშვის გამო საცებობი შეიქმნა ფოლტროუნთან და კენტთან, საიდანაც ლამანშის გვირაბის გავლით ინგლისიდან საფრანგეთში ავტომობილით გადასვლა შესაძლებელია. გვირაბში მოძრაობა უკვე აღდგენილია. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ზუსტად 10-ზე დაბრუნდება. იმედის ეთერს კვლავ იმედის დილა განაგრძობს. დროებით.